მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს მინდა სევდიანი ამბავი გაგიზიაროთ. რადგან რამდენიმე დღის წინ დედაჩემს 104 წელი შეუსრულდებოდა. ის დაკრძალულია კიევის ყველაზე პრესტიჟულ სასაფლაოზე, ზვერინეცის სასაფლაოზე. მაშინ მერი ვიყავი. ზოგადად კი სოციალისტურ ქვეყნებში კარგი სასაფლაოს პოვნა თითქმის შეუძლებელია. დიახ, მე მივაგე მას პატივი. ძალიან ლამაზი ძეგლი დავუდგი და ყველაფერი სათანადოდ გავაკეთე. მაგრამ იცით, სიბერეში ადამიანი სიბრძნისკენ მიილტვის და მინდა გითხრათ, რაც უფრო ლამაზია მარმარილოს ძეგლი, სამწუხაროდ მით ნაკლებად უყვარდათ გარდაცვლილი სიცოცხლეში. თუმცა ჩემ შემთხვევაში ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში მინდა ასე ვიფიქრო. მე და დედას ძალიან რთული ცხოვრება გვქონდა. ის შორეული ციმბირიდან ჩამოვიდა. 13 წლის ასაკში გააუპატიურეს, ხოლო 14 წლისამ პირველი შვილი გააჩინა. მეორე კი 15 წლისამ. მისი პირველი ქმარი ვიღაც პოლკოვნიკი იყო. ალბათ კგბ-ს ოფიცერი, თუ ვინმე სხვა, ალკოჰოლიკი და ბოროტი ადამიანი. იმიტომ რომ ყველა ზრდასრული მაშინ ეს 1926 წელი იყო. დედა კი 12 წლის გახლდათ. გადაიყვანეს ლენასიკით. ეს უზარმაზარი მდინარეა, ზღვასავით. ისეთი გრძელი და ცნობილი არაა, მაგრამ ჩაედინება არქტიკის ოკეანეში. და 10,000-ობით ადამიანი ამაზე არაფერს ამბობს. ახლა კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თუ ვინც არის კგბ, არ ვიცი რაც მალავენ საქართველოში და საერთოდ იციან კი მათ ამ ყველაფრის შესახებ. იმიტომ რომ უკრაინის სპეციალურმა სამსახურებმა ყველა დოკუმენტი მოსკოვში გადასცეს. დიახ, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა დაიწეროს და დაწერენ კიდეც. მე კი ამას ხელი უნდა შევუწყო, რადგან ჩემი მამის ხაზით დოკუმენტები მე თვითონ ვიპოვე. მოკლედ ასე იყო. ბებიაჩემი და ყველა მოზრდილი, ვინც 14 წლის უკვე იყო, ლენასიკით გადაასახლეს. ტანსაცმლის გარეშე, საკვების გარეშე. იქ კი ტყეტუნდრა. მან თითქმის ყველა დაიღუპა. მაგრამ ბებიაჩემი ჩემმა ბიძებმა, რომლებმაც შეძლეს და შორეული ციმბირის ტაიგაში გაიქცნენ, ბოლოს ნავით გადმოიყვანეს. ბებო 1949 წლამდე მიწის ქვეშ ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, თანაც ასეთ ასაკში. მერე სტალინმა გამოსცა ბრძანება, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დოკუმენტებში აღარ არსებობდნენ, მიეცათ საშუალება ჩუმად, ფარულად ეცხოვრათ ქალაქებში. აი ასეთი სიკეთე. არც კი ვიცი სად არის ბებია დაკრძალული, მაგრამ დედაჩემმა ასეთი ცხოვრება განვლო. 13 წლის, ან იქნებ 12-ის იყო, როცა ჯერ კიდევ მარხილზე სრიალებდა. ის ნაძირალა კომიტეტში კი, რომელმაც უთხრა, რომ გაასეირნებდა. პირდაპირ ქორწილში წაიყვანა. მან უკვე სტუმრებიც იყვნენ. იქვე გახდა მისი ცოლი. 3 შვილიც გაუჩინა. პირველი 2 ბავშვი, თუმცა დედა თავადაც ბავშვი იყო. გარდაიცვალა. ლილეჩკა და ვალეჩკა. ერთი დედამ უბრალოდ ღამით გაჭყლიტა, რადგან თვითონაც სულ რაღაც 13 წლის იყო. მეორე კი ყივანახველით გარდაიცვალა. კიდევ მყავდა ძმა, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო. სამწუხაროდ ისიც გარდაიცვალა. მაგრამ ეს უკვე ცალკე ამბავია. ძალიან მიყვარს დედა. მეხსიერებაში ყოველდღე ვlocულობ, რომ მან მაპატიოს ის, რომ ვერ ვიაზრებდი, რამდენად ძვირფასი იყო ჩემთვის. იმიტომ რომ მყავდა მეუღლე. ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. მეუღლე მოქმედებდა ჩემს სხვებისადმი დამოკიდებულებაზე. ამასთანავე დედას ჩემზე მაშინ აღარ ჰქონდა ასეთი გავლენა, თანაც ჩვენ სულ სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობდით. ახალგაზრდობაში ვხულიგნობდი და სახლშიც არ უბრუნდებოდი. ხოლო როცა კარიერის კეთება დავიწყე, დედასთვის ვეღარ ვიცლიდი. ჩვენ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით. ის კიევში გადავიდა, მე კი ხარკოვში დარჩი.
ერთხელ ასე მოხდა. ერთი ჩემი ბანკიდან მეორეში მივდიოდი. როცა უცებ დამირეკეს და მითხრეს, რომ დედაჩემს გონება დაუკარგავს. თავიდან ვერ გავიგე რა ხდებოდა. მაშინვე მოვაბრუნე ჩემი Mercedes 600 და წავედი იმ ბანკის ფილიალში, სადაც ის ხშირად დასეირნობდა თავისი ცუგით, რომელსაც კოლი ერქვა. იმ ძაღლის ბეწვისგან კი დედაჩემთვის წინდებს ქსოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი ვიყავი, არასდროს მწმეა ისინი. ისინი მჩხვლეტავები იყო, მაგრამ ძალიან თბილები. მაგრამ დედა კმაყოფილი იყო. მე კი სპეციალურად ვუყიდი ასეთი აპარატი. ახალგაზრდებმა ეგ ალბათ არც იციან. ადრე ბორბალს ატრიალებდი და მატყლი ეხვეოდა რაღაცაზე. აღარ მახსოვს, როგორ ეწოდება, არც კი ვიცი სად ვიყიდე ის. და აი მივდივარ და ვხედავ, როგორ დებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩემს დედას საკაცეზე და მანქანაში შეხავს. იმ წამს მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, მგონი უკვე დეპუტატიც კი, როგორ მიყვარდა ის და როგორ ვერ ვიცხოვრებდი დედის გარეშე. ისეთი გრძნობა და მეუფლა, რაც ცხოვრებაში არასდროს განმეცდია. იმიტომ რომ დიახ, ეს ღვთის არსებობის ერთ-ერთი დასტურია. აი ასეთი სიახლოვეა კარგ შვილსა და დედას შორის. დიახ, ასეთი სიყვარული იყო ჩვენ შორისაც. ასეთი იყო დედა. და ძალიან მწყინს, რომ ჩემმა შვილებმა აღარ გააგრძელეს მისი საგვარეულო ხაზი, იმიტომ რომ ჩემი ბაბუა გაბრიელი. დედა ამბობდა და ვიკიპედიაშიც ასე წერია, რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი რუსი მწერლის, გონჩაროვის ან ბიძაშვილი, ან ძმა. ის მიწათმფლობელი იყო. ბაბუა კი ნაშვილები. ის ბავშვობაში მიატოვეს. ასეთი დრო იყო. ვინც მონობაში ცხოვრობდა, როგორც ამას მაშინ ვეძახდით, ფეოდალიზმის ხანას. დიდრები იქვე ცხოვრობდნენ. გლეხ ქალებთან ერთად. არ ვიცი, ყველა მათგანთან თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს დიდ ბაბუას შეუყვარდა ჩემი დიდი ბებია. როგორც ჩანს, ის ლამაზი იყო. დედაჩემი მართლაც ულამაზესი ქალი იყო. თქვენ თვითონაც ნახავთ. და აი მისგან გააჩინა ბავშვი. ბავშვი სწორედ მას, გონჩაროვს მიუტანა და დაუტოვა. მას საკუთარი შვილები არ ყავდა. ის ძალიან მდიდარი და ცნობილი მიწათმფლობელი იყო სამარის გუბერნიაში. აი ასე მოხდა. და ჩემი დიდი ბაბუა, ან ბაბუა, ზუსტად აღარ მახსოვს. მიიღო ძალიან ვერც საფლავები ვიპოვე, ვერც რაიმე კვალს მივაგენი. ახლა ხომ რუსეთთან ომია და მე არ ვფიქრობ, რომ ამ ომში უბრალო ხალხია დამნაშავე. დამნაშავე ერთი ადამიანია. პუტინი. და ნაციონალისტი. ეს ნათელია. მაგრამ ის რომ უბრალო ადამიანებს ხოცავენ, ეს უკვე სულ სხვა თემაა. კარგი, ამაზე აღარ ვისაუბრებ. მინდა მხოლოდ ის ვთქვა, რომ თქვენ იცოდეთ თქვენი წინაპრების შესახებ. ახლა თქვენ უფრო მეც გაიგებთ, იმიტომ რომ ფეოდალიზმი დაამხო ერთმა დიდმა ადამიანმა, რომელსაც რუსეთში, ხოლო მაშინ საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში იყო, არავინ იცნობდა. მისი სახელი იყო სტოლიპინია. ის იყო გენერალ-გუბერნატორი. სწორედ მან დაარწმუნა მეფე და მათ გაატარეს რეფორმა. ვინც ციმბირში ან დაუპყრობელ მიწებზე გადავიდოდა და იქ მიწას მიიღებდა. ის თავისუფლებასაც მიიღებდა და მიწასაც. დაახლოებით ასე იყო. ის ოდესაში ააფეთქეს. მაგრამ ერთ დღეს მას აუცილებლად დაუდგამენ ძეგლებს. იმიტომ რომ უზარმაზარი ქვეყნის მონობიდან გათავისუფლება ეს დიდი რეფორმატორისა და დიადი ადამიანის საქმეა. აი ასე აღმოჩნდა ჩემი ბაბუა გაბრიელი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მასაც ეხება. მან ძალიან კარგი განათლება მიიღო. და მართლაც ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო. ალბათ მას ვგავარ. მას ჰქონდა ბიზნესი, თევზი ბარნაულიდან ჩამოჰქონდა. დიდი რაოდენობით მიწაც ჰქონდა.
ჰქონდა სათესი და საწმენდი მანქანები. ამ ყველაფერს აქირავებდა და თვითონაც მუშაობდა. მას ყავდა 14 შვილი. დედა კი ნაბოლარა იყო. აი ასე. და რა თქმა უნდა ძალიან მსურს რომ ჩემი გვარი გაგრძელდეს. საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობისთვის საკმარისი თანხებია და დედა ჩემი დღეს ამაყი იქნებოდა რომ გაეგო საქართველოში ვცხოვრობ. მასაც ძალიან უყვარდა საქართველო. ყოველთვის დავყავდი დასასვენებლად, სწორედ საქართველოში. მართალია ნახევარ-დროს ჩვენ ვატარებდით გაგრაში, ხოლო ნახევარ-სიმადგილას სადაც ახლა მე ავაშენე სახლი. ძალიან ლამაზი სახლი. ნახავთ მას. აი ასეთი ამბებია. და ყოველდღე ვცდილობ რომ უფალმა მისთვის გადაფურცლოს ცოცხალთა წიგნი. მას აქვს ასეთი წიგნი. მამაზე კი შემთხვევით გავიგე. ჩვენ მხოლოდ ორი შეხვედრა გვქონდა. ის ძალიან მამაცი და ძლიერი ადამიანი იყო. მაგრამ ებრაელი. და სხვათა შორის მე არც ვიცოდი რომ ებრაელი ვიყავი სანამ კიევში არ ჩამოვედი. იმიტომ რომ იქ საშინელი ნაციონალიზმი იყო. და აქ ითვლება რომ ბოგდან ხმელნიცკიმ დახოცა უფრო მეტი ებრაელი ვიდრე ჰიტლერმა. დიახ, ის სასტიკი ადამიანი იყო. ესე ყოველთვის ვფიქრობდი. რა ეროვნების ვარ? მე საბჭოთა კავშირიდან ვარ. იქ დარჩა ჩემი მოგონებები. საყვარელი მეგობრები, საყვარელი გოგონები, ვისაც ვხვდებოდი და ვისაც ვშორდებოდი. ყველა მახსოვს. მაგრამ აი ასეთია ცხოვრება. არ მინდა სევდა მოგგვაროთ. არაფერია საშინელი. მსოფლიოს უდიდესი რელიგიები მიიჩნევენ რომ რეინკარნაცია არსებობს. და რატომღაც მინდა დავიჯერო, იმიტომ რომ ჩვენ შექმნილები ვართ ღვთის ხატად და მსგავსად. ასეა ნათქვამი ბიბლიაში. და თუ ასეა, სიცოცხლიდან უკვალოდ ვერ წავალთ. მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ. თუ ჩემი გამოსვლა დღეს თქვენს გულს შეეხო, დაურეკეთ თქვენს მშობლებს. მათ უყვარხართ. და სამწუხაროდ, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როგორც მე მივხვდი. როცა ისინი მიდიან. ღმერთო, მოეპყარით მათ პატივისცემით. დიდი პატივისცემით. როგორებიც არ უნდა იყვნენ. მოინახულეთ ისინი. და ასაჩუქრეთ. არასოდეს მოუყვეთ პრობლემებზე. თქვენ კარგად ხართ. და კიდევ უკეთესად იქნებით. დიახ. დაიწყო კარიერის დრო, როცა სრულად ჩავიძირე ჩემს საქმეებში. მინდოდა მსოფლიო დამეპყრო. და აი უკვე დეპუტატი ვარ. აქ კი უკვე სამგზის დეპუტატი. მერი და მილიარდერი. დიახ. დედას ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ მაინც ეს უფრო იმისთვის იყო, რომ სხვებს არაფერი ეთქვათ. ყველაფერი სულ სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა კი მისი ბედის შესახებ. ჩემზე თქვენ ისედაც იცით. დედას პირველი მეუღლე, მან დედა ჩემი გააუპატიურა. გერმანელებმა კი მოკლეს ის. უფალი არსებობს. მაშინვე როგორც კი ომი დაიწყო. ის მოხალისედ წავიდა. და პირველივე მატარებელში, რომელიც ფრონტზე გავიდა, მოკლეს. და იქ აღმოჩნდა ჩემი ძმის მამა. ძმა სხვათა შორის გარდაიცვალა. არც ისე დიდი ხნის წინ. და იმის თქმა მინდა, რომ დედამ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ახლა ვხვდები იმას, რომ თითქოს მამინაცვალიც კი ისე ამირჩია, რომ უსაქმურობისა და ხულიგნობისგან გადავერჩინე. მისი მეორე მეუღლე პროფესორი იყო. და მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ის იყო ხარკოვის კულტურის ინსტიტუტის პროფესორი. ძალიან ცნობილი რეჟისორი. მას ჰქონდა უზარმაზარი ბიბლიოთეკა. წარმოიდგინეთ, მე 14-15 წლის ასაკამდე
ორჯერ წავიკითხე მთელი კლასიკა. შექსპირი, დოსტოევსკი, ტურგენევი. ყველა. აი ასეთი ამბებია. ასეთი დედა მყავდა. მას მხოლოდ მამაჩემი უყვარდა. თავგადასავლებით სავსე ფრონტელი, რომელიც უკვე ვერაფერს მოუხერხებდა საკუთარ თავს, რადგან 5 წელი ხალხს კლავდა. ის გმირი იყო. როგორც გითხარით, მან 5 ტანკი გაანადგურა. ძალიან მძიმედ დაშავებულიც კი ის ისევ ფრონტზე დაბრუნდა. და ახლა არსებობს საიტი, სადაც ის გმირადაა მოხსენიებული. მამაზე ბევრი დეტალი გავიგე, როცა ისრაელში მოვხვდი. დედამ კიდევ ჩემი გვარით შეცვალა. მე რომ ჩერნოვეცკი ვყოფილიყავი. და ის სწორედ ჩერნოვეცკი იყო. ებრაელებს კი ქალაქების სახელებს არქმევდნენ. და მან შეძლო ის ნაცვლად ე დაეწერა. ასე რომ როცა უნივერსიტეტში მუშაობისთვის ცენტრალურ კომიტეტში ჩემს დამტკიცებას ათანხმებდნენ, მაშინ ერთი ნაძირალა, ანტისემიტი, კომუნისტი, შემთხვევით როცა ვისაუბრეთ, კარის უკან ვიდექი და მოვისმინე მისი სიტყვები. სად მოათრევა მურიას? არ ვიცი, მინდა რომ ჩემში უფრო მეტი ებრაული თვისება ყოფილიყო. ებრაულში ცუდს არაფერს ვხედავ. ჩვეულებრივი ხალხია. აქ საერთოდ ყველა ისე ცხოვრობს, როგორც კომუნიზმის დროს. დიდრები არ არიან. არა. ცოტა გადავუხვიეთ ემას. ისრაელის შესახებ კი ცალკე მოგიყვებით. აუცილებლად ვეწვევი იერუსალიმს. დრონი ვიყიდე და გაჩვენებთ წმინდა ადგილებს. აი ასე ვცხოვრობდი ბოლო 5 წელი დედასთან ერთად. მას ერთი მხარე პარალიზებული ჰქონდა. მაგრამ სიცოცხლისთვის იბრძოდა. მე კი მისთვის. მაინც რამდენად მოქმედებს გენები. ეს შეუპოვრობა და სურვილი მეტის მიღწევის. დედა კი მართლაც იბრძოდა, რადგან კულაკის ქალიშვილად ითვლებოდა და არსად არ უნდათ მისი სამსახურში აყვანა. ის იბრძოდა და მეც მთელი ცხოვრება ასე ვიბრძოდი. მიუხედავად იმისა, რომ არც ვიცოდი, რომ ებრაელი ვიყავი. მან იდან ეზე შეცვალა გვარი და ასე გავხდი ჩერნოვეცკი. ანუ გვარი თითქოს არ იყო ებრაული. ეს ძალიან დამეხმარა, რადგან კიევში ანტისემიტიზმი იყო. და ახლაც არის ძალიან მოდებული. ბევრი ცუდი რამის მოყოლა შემიძლია, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. უკრაინას რთული პერიოდი აქვს. მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ უკრაინის პირველი მტერია, როგორც პირველი მტერია საქართველოსიც, როგორც პირველი მტერია რუსეთის და უზბეკეთის და ყველა პოსტკომუნისტური ქვეყნის ტოტალური კორუფცია. იმიტომ რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, მთელი ფული მაღალ ჩინოსნების ჯიბეებშია. არადა ამ ფულით შეეძლოთ შეენახათ ბრძოლის უნარიანი ჯარი და რა თქმა უნდა დაემარცხებინათ ნებისმიერი რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთი თითქოს ნამცეცებად იშლება ყველა მხრიდან. მაგრამ ჩინოვნიკებს არ უნდათ სიმართლის მოსმენა. ისინი საკუთარი ქვეყნის მტრები არიან, საკუთარი ხალხის მტრები. აი სულ ესაა. დედას დავემშვიდობე და უკრაინაში ყოფნისას ყოველთვის კვირაში 2 ჯერ მივდიოდი და ყვავილებს ვდებდი მის საფლავზე. ის ძალიან მთხოვდა, რომ თავის ერთადერთ სიყვარულთან დაეკრძალათ, ჩემს ებრაელ მამასთან, მიხეილთან. მაგრამ ბოლო 18 წლის განმავლობაში ის მასთან არ ცხოვრობდა. ეს სიყვარული ძალიან სწრაფი იყო. მე კი დავიბადე, გავჩნდი ამ გიჟური სიყვარულის ნაყოფი. ადამიანებისგან, რომლებსაც იმ დროს დევნიდნენ. ისინი კი ცხოვრობდნენ ერთი დღით. დედაც და მამაც ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ დაეჭირათ. დიახ, აი ასე. მიუხედავად იმისა, რომ მამა ძალიან თავქარიანი ადამიანი იყო, ის ამასთანავე კეთილიც გახლდათ. აბა,
კიდევ რა უნდა მეთქვა მნიშვნელოვანი, არ მინდა დამავიწყდეს. დედაჩემს უნდოდა საფლავში მამასთან ერთად ყოფილიყო. და როცა მდიდარი გავხდი, ჩემი თვითმფრინავით გავფრინდი. დიახ, ერთხელ დამეხმარა რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, კარგი ადამიანი იყო. ყოველი მათგანი იპარავდა, თუმცა მე მათ ვერ განვსჭი. ხალხი თვითონ წყვეტს ვინ აირჩიოს. ჩერნომირდინი, კეთილი, კარგი ადამიანი იყო. ცოტა ხანში გარდაიცვალა. ის დამეხმარა მამას პოვნაში. და როცა ჩავედი და ვუთხარი დედას, რომ მამა ვიპოვე და ის მასთან იცხოვრებს, მაშინ დედამ მითხრა. კი, მაგრამ როგორ? ეს მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. მიშა აქ არის? ცოტა ხნის წინ იყო, წავიდა, როცა შენ მოხვედი. რატომღაც არ სურს შენთან შეხვედრა. მაგრამ მე უკვე მოყოლილი მაქვს ამის შესახებ ჩემს გამოსვლებში. რომ როგორც აღმოჩნდა, სიკვდილის წინ, არ ვიცი რამდენი ხნით ადრე, შესაძლოა ერთი კვირით, ერთი თვითან უფრო მეტით. დედაჩემი ჩაიკეტა. თითქოს მისი საყვარელი ადამიანი მიშა სტუმრობდა მას. ჯდებოდა ლოგინთან. დედაჩემი უკვე მთლიანად პარალიზებული იყო, სიცოცხლის ბოლოს. მამა დედაჩემის ხელს აიღებდა და საუბრობდნენ ბევრს, ძალიან ბევრს სიყვარულზე. იმაზე თუ როგორ იყვნენ. სიმართლე გითხრათ, საიდუმლოდ დარჩა მათი საუბრების თემები, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ სიყვარულზე ლაპარაკობდნენ. და როცა დედა უცებ მიხვდა, რომ ეს მე ვიყავი, ისე მწარე დატირდა. დიახ, მამა ჩემის ნახვა უნდოდა, მაგრამ მე ვერ გავბედე მისი საფლავიდან გამოთხრა. რადგან მან ცოლად მოიყვანა ქალი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და მისი გარდაცვალების შემდეგ 14 წელი ელოდა, რათა მასთან ერთად ჩაწოლილიყო საფლავში. საფლავი ძალიან მოკრძალებულია, ახლა ოდნავ მოვაწესრიგე, მასზე ზრუნავენ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ შევძელი ასეთი ერთგულების დაშორება. უბრალოდ დაუჯერებელია. და როცა დედის ნათესავებს ვესაუბრე, ყველამ დაადასტურა, რომ დედას მამა უსასრულოდ უყვარდა. როგორც ჩანს, მამაში რაღაც გმირული იყო. და საერთოდაც ძალიან ლამაზი კაცი იყო. კარგი. ყველას ყველაფერ კარგს გისურვებთ. სიკვდილი არც ცუდია და არც კარგი. ეს ბუნებრივი პროცესია. და რა გველის იქ მხოლოდ ღმერთმა იცის. რადგან რომ გვწოდნო და არ ვიცხოვრებდით, მან რომ კარგი იყოს, ადამიანები თვითმკვლელობას დაიწყებდნენ. მაგრამ უფალმა იცის, რამდენად ეგოისტები ვართ ამ მხრივ. მოკლედ ასეა. დაურეკეთ დღეს თქვენს მშობლებს. ჩემი დედის პატივსაცემად. ის ულამაზესი ქალბატონი იყო. ჭეშმარიტი რუსი მანდილოსანი. ქალი, რომელსაც ისევე როგორც მე, ძალიან უყვარდა საქართველო. ბედნიერებას გისურვებთ.